გადადიხარ ბუნებაში. იცით რა, თავისუფალ დრო. მე სხვა ბოლოს არის, აი წესო დამარცხავენ. ჯერ ადრეა, თო ადრეა. ხო და ამ პერიოდში იცი რა მიყვარს უკაცრავად ერთ სიტყვი რა. შემწვარი ნიყვი. ესეც დღის დღის და გასვლითი ღონისძიებების ხო და ეს ნიყვია იქვე ცეცხლზე გასვლითი ღონისძიებების ერთ-ერთი ძალიან კარგი და სწორი შემადგენელი მე ვიცი და მე არ ვიცი დღეში რომ მივდივართ და პიკნიკს რომ ვაწყობთ მე ის რომ უნდა დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ ამასაც ხო ცოდნა და უნდა გადავყაროთ გარკვეული ინსტრუქციები ხო უნდა ვიცოდეთ ბუნებაში სიმწვანეში ტყეში მოქცევის უნარები რა რა შეიძლება, როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას, რა საფრთხეები არსებობს, ან რა არის უსაფრთხო, ჩვენ რო საფრთხები გონია და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს ძალიან საინტერესო სტუმრები გყავს. უნდა გამოვაცხადოთ ძალიან საინტერესო ქალბატონი. არ ვიცნობთ ხო? მე ახლა მას ხვდები პირველად. დარწმუნებული ვარ თქვენ. მანამდე არ გინახავ? არასდროს არ მინახავს და მინდა თუ არ იტყვი ვინ არის იქნებ ვიცნობ. იცი რა გამოვაცხადებ, მინდა გაცნობა და თქვენც დარწმუნებული ვარ მოგინდებათ მისი ნახვა და ასე შემდეგ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი. ნათია იორდანიშვილი. არაჩვეულებრივ ქალბატონი. საინტერესო ქალბატონი. ერთი სტუმარი ყავს? ერთი სტუმარი არა, კიდევ ყავს სტუმრები. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. საბრძანდით. მოგძანით. აი ეს ამბავი არის ძალიან სტერეოტიპული, როდესაც ტყეზე და მეტყევეზე საუბრობთ. აჰა, ხო გითხარით, არ მოიტანოთ მე. ხოლოდ ნაჯახი და შეშასთან არის ასოცირებული მეტყევე და ტყე. არა, ჩვენ არც ტყე არ არის მარტო შეშა და არც და იმიტომ მოგიწვიეთ ალბათონაცია. ზუსტად ამიტომ მოგიწვიეთ, რომ ეს ყველაფერი დეტალურად აგვიხსნათ. ჩვენც და მაყურებელს. ესე იგი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მრჩეველი მარინა სუჯაშვილი. გთხოვთ ქალბატონო მარინა, მოგზანდით. შემოგეგებებით. რა კარგი სტუმრები გყავს. არის გაგიღეთ, მოგზანდით. სასიამოვნოა რომ მოხვედით. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მოგზანდით, დამძანდით. ესე იგი, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის მეტყევე ქალბატონი მარინა რეხვიაშვილი. მოგზანდით ქალბატონო მარინა, ასევე შეგეგებებით კართან. ყველა ჩვენთან არის. გამარჯობა. მობრძანდით, სასიამოვნოა რომ მოხვედით ჩვენთან. დიდი მადლობა. დამძანდით. მოგესალმებით. რაც თავარია, მე მგონი ქვეყნის მასშტაბით სადღაც 5-6 ქალი მეტყევეა და 3 თქვენთან არის წარმოიდგინეთ. ანუ 5-6 ქალია? სისტემაში სამწუხაროდ. ანუ 6 ქალი, ანუ 50% ჩვენთან არის. 50% შეიძლება თქვენთან არის. ხო და სანამ კითხვაზე გადავალ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მართლა ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვა და განსხვავებული და ხო აი სტერეოტიპებზე რომ დაიწყეთ თქვენ საუბარი ზუსტად ეგ სტერეოტიპია რომ აი თქვენი პროფესიის მქონე ადამიანები მხოლოდ წარმოგვიდგენია მამაკაცები ხო და მე ასე და პენზოხერხით ხელში დიახ ვიქნები არა ნუ თლას ეგრე არა წარმოგვიდგენია სტუდიაში შემოვიდნენ ლამაზი გაპრანჭული ძალიან კარგი ქალბატონები და აი ის ამბავი რომ აი ეს პროფესიის არჩევა ხო რომ უნდა რაღაცა აი ამ სფეროში საიდან მოხდა ეს ამბავი საიდან დაიწყო ის ათვლის წერტილი ანუ სკოლაში როცა ეკითხებიან ამ სფეროში მოსვლა ბავშვს როცა ეკითხებიან ხო რა გინდა გამოხვიდე მე არ ვიცი არ გამიგია ყოველ შემთხვევაში რომ პასუხი ყოფილიყო მეტყევე სხვა შორს გეგონათ რომ პროფესია იყო მეტყევეობა და ისწავლებოდა სადმე. რა თქმა უნდა. ფაკულტეტი იყო ყოველთვის აგრარული. იმიტომ რომ მე მაგალითად არც ეგ არ მეკონა. მე პირადად ნამდვილად არ ვოცნებობდი მეტყევეობაზე ბავშვობაში, როგორც გითხარით, არც ის მეგონა თუ ასეთი პროფესია არც შემთხვევით მოვდით ტყეში, მარტო დავჭირდა და არა, სხვა შემთხვევით არ მოვხდი. სხვა შორს მინდოდა არქეოლოგობა და შორსაც არ ვიყავი, ანუ საგვარეულოში ოჯახში გეოლოგების შვილი ვარ და გავზრდილი ვარ ექსპედიციებში. ანუ ეს ნაწილი ველური ბუნების უცხო არ იყო ჩემთვის. და შემდეგ უკვე, როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, იქიდან გამომდინარე, რომ კარგი აკადემიური მოსწრებით
გამოვირჩეოდი ჩემს მშობლებს, რა თქმა უნდა, ქონდათ იმედი, რომ მე გამოვიდოდი ბიზნესმენი, ან დიპლომატი, ან ისეთი ვინმე, ვინც ძალიან ბევრ ფულს იშოვნიდა. უფრო პოპულარული პროფესიის მქონე ადამიანი. ხო, დავდექი და გამოვედი მე დღე. ფულის მაგივრად იშოვეთ ბევრი შეშა. ვერა? ვერა ხო? ასე არ არის შეშის შოვნა, ხო? სხვათა შორის არა მხოლოდ მაგ ფაქტიდან გამომდინარე, მიუხედავად არა, ეს უნდა ვთქვა, რომ ჩემს მშობლები არასოდეს არ ერეოდნენ ესეთი უხეშად ჩემს გადაწყვეტილებებში, მაგრამ სადღაც ალბათ გული მაინც გაუტყდათ, იმიტომ რომ არასოდეს არ ამაყობენ ხოლმე ჩემით და სხვა შორის დღეს იამაყებენ, იმიტომ რომ მაგალითად მამა ჩემის დილა იწყება შუა ქალაქით და ჩემი თავარი ცხოვრების მიღწევა დისერტაციის იმის ამის პრემიების და ასე შემდეგ არის რომ მე დღეს ამ გადაცემაში ძალიან დიდი კომპლიმენტი. შუა ქალაქში ჩათვალეთ წითელი დიპლომი დღეს იქნება ცა. მიუხედავად იმისა რომ მანამდე მეტყების 2 წითელი დიპლომი. აი ეს ხულა მიგრძნო 2 დიპლომი მესამე ჩვენგან. ქალბატონო, თქვენთან როგორ მოხდა ეს გადაწყვეტილება ის საიდან? ჩემი ოცნება და ცისფერი სიზმარი იყო. თქვენი კოლეგა ყოფილიყავი. ექიმობა გინდოდა. მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავხდი ექიმი. მაგრამ გავხდი ტყის ექიმი. აი, ყველაზე აი რა მაგარია რა კარგად. ისე რომ ტყის ექიმი. ძალიან მიყვარს. დიდმა მეტყევებმა მაკურთხეს მეტყევეთ და იმის შემდეგ აღარ გამოსულა ტყიდან. რამდენი ხანია რაც უმუშაობთ? 52 წელი. რასა? უკაცრავად ძალიან პატარა გოგონა იყავი ტყეში რომ შეხვედით? დიახ. ტყის ექიმი ვარო ბძანეთ. აი რაში მდგომარეობს ტყის ექიმობა? იცით რა, მთელი ცხოვრება დაახლოებით იგივე ამბავი. ხებს დიაგნოსტიკას უკეთებენ? აუცილებლად ისე ვერ აღადგენ დღეს და მე ტყის რაში მდგომარეობს თქვენი სამსახური? ჩემი სამსახური მდგომარეობს იმაში, შევიდე გავიკო ტყეში რა უჭირს მას და შეურჩიო ის ზუსტი წამალი, რომლითაც ისევ ისეთი ლამაზი ტყე მათ შორის სადღაც რომ გაჩნდეს ტყეები, იმიტომ რომ ხო იცით რომ არის ესეთი ტყეები. იქ სადაც არ არის ახალი ტყეები გაჩნდეს, იქ სადაც არის ის პირვანდელი სახე დაიბრუნოს, რომელიც ქონდა, მაგრამ დღესდღეობით როგორი ამბავი გვაქვს ახლა რა ხდება? კარგათო? სხვათა შორის ბევრად უკეთესი ვიდრე გვქონდა რაღაც წასული. კი, არა უშავს რა. აი რომლებსაც უჭირდათ, იმაც მართლა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, მაგალითად ბზა. რომ გადარჩენილიყო და არ დარჩენილიყო. ქალბატონო მარინა, ქვემო ქართლში რა ხდება? ქვემო ქართლშიც შვიდობაა. აბა გაგვაცანით ისაური ამბები ტყის. ზოგადად ითქმება ტყის მოვლა აღდგენა. მე მგონი აი ამ ორ სიტყვაში ძალიან დიდი შინაარსიც ჩაიდება. ტყეს მოვლა ჭირდება აუცილებლად და აღდგენა, რომელსაც მეტყევეების ვალია ეს, რომ ტყეც უნდა მოუვაროთ და ხელი უნდა შეუწყოთ მის აღდგენას. რაც ჩვენზეა დამოკიდებული. მე მგონი ყველას ვალია მარტო მეტყევეების არა. რა თქმა უნდა, ყველას ვალია ხის დარგვაც, ხის გახარებაც, ყველამ რო თითო ხე დარგოს თქვენ წარმოიდგინათ ჩვენი საქართველო ალბათ აი მაგასთან დაკავშირებით მუდმივად მაქვს კითხვა და ეხლა თქვენზე უკეთეს და პროფესიონალებს ვის ვკითხავ. აი ჩვენ გვახსოვს უმძიმესი ხანძარი რო იყო საქართველოში, ხო, ბორჯომში. და მე გაჩნდა ძალიან ბევრი მოხალისე, ვინც თვითნებურად რგავდნენ ხეებს და ტყის გასახარებლად და გასაგებია. აი ამ ყველაფერს ცოდნა ხო ჭირდება რეალურად, რომ სწორ მგონია ასე, რომ ჭირდება ცოდნა, რომ მარტო ხე დარგო კი არა, ხე რა თქმა უნდა დარგო, მაგრამ სწორად როგორ დარგო და ანუ ამ ყველა სწორად არა, უკუღმა წაღმაზე არ არის სერიოზულად ვამბობ. ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, წეღარასაც შეეხეთ, სხვა შორის არის იყო ასეთი ძალიან დიდი მეტყევე სოლომონ ქურდიანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ დროინდელ ევროპის, მაგალითად პოლონეთის სატყეო სისტემა დღემდე მუშაობს სოლომონ ქურდიანის აწყობილი ტყის მართვის სისტემით. ეს ადამიანი დაახრიტეს 127 წელს, 1927 წელს რა თქმა უნდა და მას აქვს ასეთი ნათქვამი, რომ ტყის სიმრავლე არის ერის სიმდიდრის მაჩვენებელი და მისი მოვლა და პატრონობა ერის კულტურისო. ანუ გარდა იმისა, რომ სჭირდება, ნამდვილად სჭირდება სპეციალური ცოდნა და რა უნდა ხის დარგვას ფესვები ქვემოთ მე არ არის. მარტო არ უნდა წახვიდე ხისელში და უნდა ყავდეს ზუსტი შემფასებელი, ვინ ზუსტად გეტყვის, სად როგორ მითითება საჭირო. და ნამდვილად უნდა, ამიტომ არის ეს პროფესია ცალკე დისციპლინად გამოყოფილი და არის ურთულესი, აი პასუხისმგებლობა ახსენეთ თათული, ხო? ეს არის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი მეცნიერება.
არ ვიცი, გავკადნერდები და შევადარებდი ექიმის პროფესიასაც მათ შორის, იმიტომ რომ აქაც სიცოცხლესთან გვაქვს საქმე, ხო? აქ შეცდომა ეგრევე ჩანს. შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს, შედეგს ვერ იღებს. ყველაზე უმადური პროფესია სხვათა შორის. უმადური ხო, აბა რა, შეცდომა ეგრევე ჩანს, იმას იზავს და ახლა დარგული ნერგი 40 ბორჯომის ხანძარი. კი ბატონო. დავდგეთ მე და მარინა მიქ ნერგები, მაგრამ ჩვენი შვილიშვილები 50 წლის მერე დაინახავს ვიღაცა და იტყვის რომ აქ ვიღაცა. აი დარჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, ვინც აი გადაწყვიტა რომ დარგოს აი რაღაცა ტყეს შემატოს თავისი წვლილი, ხო? აი რაღაცა რა შეიძლება აი ასე ზედაპირულად თუნდაც, როგორი რჩევა შეიძლება, ნუ ალბათ ხესაც გააჩნია, ხო? და ტყეს წიწვოვანია თუ ფოთლოვანი თუ აი როგორ, ხო? ხო, აი ნახეთ როგორ არის თუ ჩვენ ტყეზე საუბრობთ, აქ აუცილებელია სპეციალური ცოდნა. ხის დარგვა ყოველთვის და ენერგიის დარგვა ყოველთვის პოზიტიური რამეა, ხო? გააჩნია კიდევ სად ურგავთ და რა მიზნით ურგავთ ამ ნერგს. ცალსახად ეს თავის ნიშნულოვან სარგებელს გვაძლევს, ჟანგბადიდან დაწყებული ყველაფერი დამთავრებული, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ეკოსისტემურ დონეზე ტყე აღვადგინოთ, აქ უკვე სხვა ცოდნები და ესე მარტივი სასწავლებელი არ არის. ეხლა აქ რომ მოვყვა, გამოვა ლექცია და მოიწყეს მაყურებელი. ამიტომ ზარი ახლობელთან მე ტყე ჩვენ შემთხვევაში მარტივად ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ასეთი, იმიტომ რომ მოხალისეობა რახან ახსენეთ და წეღანა მეც ვთქვით, რომ არიან ინსტიტუციები პასუხისგებელი ამ ტყის მოვლაზე, დაცვაზე ასე შემდეგ, არის პროფესია მეტყევე, რომელიც უვლის, მაგრამ ამ ნაწილში თუ არ არის საზოგადოების მონაწილეობა, ინტერესი, მოხალისეობა, ეს შედეგებს ვერ მივიღებთ. ანუ თუ მარტო მეტყევე, ცალკე დამოკიდებული მარტო ვიღაცა ინსტიტუცია ამ ყველაფერს, თუ თქვენ ჩვენ დავყარეთ ნაგავი, თუ ჩვენ არასწორად დავანთეთ კოცონი, წეღან საუბრობდით ხო ამაზე. აი ეს არის კულტურულ ნაწილთან დაკავშირებული და რაც შეეხება მოხალისეობას და ზარსახლობელთან, დღეს უკვე გვაქვს ამის საშუალებები, ჩვენ თავადაც ვცდილობთ ხოლმე, რომ ხელი შეუწყოთ იმას, რომ პატარა ასაკიდან დაწყებული ბავშვებთანაც გვიყვარს მუშაობა, დამთავრებული სასწავლო პროგრამებში ძალიან ხშირად გადიან ბუნებაში და კონკრეტული პროექტები ორგანიზებულად ჩვენ თვითონაც დავაორგანიზოთ ხოლმე ესეთი ღონისძიებები, სადაც ყველა შეიძლება. მარტივი ან რომელი უფრო რთული მოსავლელია, ქალბატონო მარინა, თქვენ კითხავთ, წიწვოვანი თუ ფოთლოვანი ხეები? მოსავლელი ორივეა მოსავლელი, მხოლოდ აი დარგვის პროცესია უფრო წიწვოვანი, თავისი კომით უნდა დაირგოს, თავისი მიწით, რომ შედეგი მოქცეს. ისე ძალიან ძნელია. თავისი მიწით რას ნიშნავს? ანუ რომ რაშიც არის ხო ამოიღებთ მიწიდან რომ ამოიღებთ ეს კომა უნდა მოყვეს მიწა არ უნდა ჩამოიფშვნას და თავისი მიწით უნდა დაირგოს ეს გაცილებით მეტ უკეთეს შედეგს იძლევა ხეხილი შედის თქვენთან? არა ჩვენი ბუნება აი ხო არის ველური ხილი რა რეაქცია აქვს ხოლმე როგებულობე რომ მეტყევები ხართ ძალიან პატივს გვცემენ სხვათა შორის ნამდვილად ძალიან მართლა და თანამშრომლობთ რაც თავარია ჩვენ ყველა აი დაუშვათ ვინც გვემსახურება იქ მუშები არიან გავენ უვლიან მერე დღეს ყოველთვის არიან ადგილობრივი მოსახლეობა ისე რომ ძალიან ვუყვართ და ძალიან მაინტერესებს აღჭურვილობა როგორი ფორმით შედიხარ ტყეში ძალიან ჩვეულებრივ კომფორტულად მორგებული გაქვთ ალბათ სამი რეაქციასთან დაკავშირებით ნუ ეგ მთავარია ხო რომ კომფორტულად გეცვას როდესაც ტყეში შედიხარ და რომ იგებენ მე საყვარელია მე თან მოგემსახურები იქ სხვა რამეც დავიგე კი ყველაფერი იქნება ოღონდ ეს ჩვენ ტყეში როცა გავდივართ მე ვალაგე კი აუცილებლად ყველაზე კარგი რეაქცია აქვს ხოლმე სხვათა შორის აი ავტოსერვისში მანქანა როდესაც მიმყავს გასარეცხად და გადმოვნარნარდები ხოლმე და ჯერ ეცხავენ ესე გამიღიმებს ეს ბატონი ძირთადად იქაც ეგეც გენდერული სტერეოტიპია სულ ბატონები რეცხავენ მანქანებს და შემდეგ საბარგულის დრო მოვდის ახდის საბარგულს და ერთმა ვერ მოითმინა სხვათა შორის აი მოკვდა მთელი მანქანის რეცხვის დროს ინტერესით ალბათ რატომ მქონდა საბარგულში თან ყოველთვის ის არის ხოლმე ჭუჭყიანი ეს რეზინის ჩექმები დროს მოვიწყდება ჩაცმის შემდეგ რომ გაუბერტო და რეზინის ჩექმა შარვალი ტალახის გოროხებით ხო პარალონი ნუ თან უნდა გქონდა შავი ცივი არახი საწემარი და ზისდამცავი ქუდი ალბათ რა თქმა უნდა ხომები ხო გვაქვს და მე ანუ საბარგულს ესო თქვენი თლათ ვერ გამიბედათ ესო თქვენი მანქანაო და კი მეთქი მე ვუთხარ თქვენი ერთი დღე მოგვიყევით საველე პირობებში
ეხლა ტყეში ფაქტიურად მარტო სიარული ნამდვილად არ მიწევს. ჩვენ მეტყევეებთან ერთად მივდივართ. ეგეც უსაფრთხოების ამბავია, რომ ხართ კილომეტრაჟს, ბევრს გადიხართ კი, კილომეტრაჟს. გააჩნია ახლა სად მივდივართ და რა საქმეზე მივდივართ. კილომეტრაჟის გავლა, რა თქმა უნდა, ახლა ტყეში ყველგან მანქანა ვერ მივა, სადაც სურვილი გაქვს მანქანით ვერ მიყავ და კი, არის ადგილები, სადაც ფიზიკური მზადყოფნაც საჭიროა ამ ყველა. კი, რა თქმა უნდა. ჯანმრთელობა და ტყეში სიარულის ცოდნა კი. ხო და მივდივართ მეტყევეებთან ერთად. უფრო ხშირად მე მიწევს სანერგეების და ტყის კულტურების დათვალიერება. აი, ჯერ როგორი დასახელებაა ტყის კულტურები. ტყის კულტურა ქვია, უკვე წამოსდილი სანერგიდან გადატანილი ენერგი რო გვაქვს და უკვე წამოსდილი აი მეტრო ნახევარი 2 მეტრო სიმაღლის ენერგები უკვე ტყის კულტურებია და ძალიან ლამაზი სანახავია სხვათა შორის აი ესეთი ჩამწკრივებული ხელოვნურად გაშენებული ჩვენ ახლა ფოლადაური სატყეო ქვია ჩემთან ბოლნისის სატყეოში და იქ აქვს ფიჭვები გაშენებული. აუ რა კარგია. ქალბატონ მარინას არ ვიცი, მე მგონი უნახია ჩვენი ფიჭვები და აი ძალიან სწრაფად გაიზარდა ეს ფიჭვები. ვინც ხედავს რომ 5-6 წლის არის ნათი ეს ფიჭვები, ყველა გაკვირვებულია. აი ისეთი უკვე ტყე არის ფაქტიურად. ხო, ძალიან და სწრაფად გაიზარდა უფრო. სწრაფად გაიზარდა. კარგი მოვლა ქონდა, კარგი ხელშეწყობა ქონდა. ხო, ფაქტიურად აი ბევრჯერ ჩვენი ძალებით ჩემი ხელით დათესილი იყო ეს ფიჭვეს თესლი, მე ეს ენერგიები გადავიტანე, თითქმის ყველა ენერგიის მასზე მაქვს მონაწილეობა მიღებული და ძალიან მიხარია ხოლმე ახლა რომ შევხედავ ამ ხელა ტყე არის ფაქტიურად, არის ფიჭვეს ტყე. ხო, დარწმუნებული. ნადირი ძალიან ნადირი ხო ნადირი რა ვიცი არ შეუშინებია ნადირი ისეთი არ ხროვა რას ვაკეთებ გლისხროვა აიმედე არ არა მე მგონია რომ არის დათვიც არის მგონია რამდენიმე დათვიდელი არ არის ჩვენ ტყეებში არის და ბევრი პურები არიან ძალიან ბევრი მელაკუდები დამინახია ძალიან ისეთი ლამაზებია აი ნათი რო გაირბენენ ციყვები მელაკუდები და ეგენი არა ციყვის არ შემეშინდება მოვეფერები მაგრამ გლისხროვა რა სოკოსნობა თუ იცით? სოკოსნობა იცით ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელშიც თვითონ სოფლის მოსახლეობა მასწავლდა. ჩემი მოვალეობა იყო, რომ რა სოკოები იყო. მეტყევეს კომპეტენციაში. ზონაში შედის, ზოგადად შედის, კი აუცილებლად. თუ გიჭამია თქვენ დაკრეფილი სოკო? კი, თეთრი სოკო მიჭამია. თეთრი სოკო. მარტო შენ ჭამე. ის არის, არა, ყველა ვჭამეთ. ზესტაფონში სხვათა შორის. ჯერ ვინმე საჭამეთ დაელოდეთ და მე ყველამ ერთად გავწირეთ თავი, კი. ანუ ძაღლუკა ასეთი ერთლოვნები ვართ მეტყევეები ზოგადად ყველა მეტყევეები კი, ძალიან. პირველი მივლინების საქმეს მაინტერესებს მე. ანუ აბა გაიხსენეთ პროფესიული პირველი მივლინება. პროფესიული პირველი. პირადად მე პირველი მივლინება მქონდა ყველაზე დიდ მეტყევეებთან, ვინც იმ პერიოდში არსებობდა და იმათ წამიყვანეს საგურამოში, ტყეში და რასაც ქვია მაკურთხეს მეტყევეთ. აი ეს კურთხევა რა კურთხევა რა იყო? მედაში გვაკურთხებენ ჭინკებას. მეტყევეთს ყველა ქვეყანაში აქვს ერთი და იგივე თვისება, რომ ტყეში რო შედის ადამიანი, ის არის მისი სტუმარი, საქმიანად რა თქმა უნდა. და აუცილებლად იმ ტყის სიკეთეებით უშვებს იქიდან. აი ასევე მაკურთხეს. პირდაპირ თქვი რომ უნდა დაილოცო რომ შეხვალ უნდა დარია რომ გამოხვალ უნდა აუცილებლად. ეგ ყველა მეტყევეს აქვს სხვათა შორის თავის საგზალში აუცილებლად. ღვინო თუ არის აი როგორც მარინა არა მხოლოდ ქართველებს რა. ანუ სოფლის თავისი მისაყოლებლით აუცილებლად. კი, კარგია. მე გვესწავლეთ და პრაქტიკულად ჩემი იყო აუცილებლად. ვიყავი ძალიან პატარა, მაშინ მე მგონი კიდე სტაჟერი. მე სხვა შეერთ როდესაც მივედი, ვიყავი ყველაზე პატარა სისტემაში, 21 წლის ვიყავი. დაბრუნების შემდეგ ესე იგი ჯერ კიდევ ვაგრძელებდი მაგისტრატურას. თან დაილოცეთ. აუცილებლად. დალოცვაზე რომ წავიდა საუბარი. ეს ბიომრავალფეროვნებაც ჩვენი. ესეც ეს მასოვკა მოვიდა რაღაცნაირად ბექებში დღერია ხო და ბიომრავალფეროვნება ბექებში. აი რომ თქვით რომ ყველა მეტყევე ერთი ჯურის და ჯიშის არისო, ესეთი ამერიკელი მეტყევე იყო ჩამოსული, ეს ჩემი პირველი მივლინება გახდათ ქარელში ზღუდერის ტყეში და გამაყოლეს ამ კაცს ეს ყოჩალ გოგოაო გაყვებაო და წავედით და მქონდა
თეთრი ბოტასები. ორიგინალი სიმწრით ნაყიდი. ამ კაცმა სანამ გორთან მივიდოდით დამხედა ფეხებზე და ამით მოდიხარ და მე ხარ როგორც თქვი ექსპედიციებში გამზარდეს ჩემამშობლებმა და არ არის უცხოე საველე ეკიპირება რაღაც და ძალიან შეურაცხყოფილად ვიგზავნით ამ ქუსლით ხო არ ვიყავი კაცო ბოტასები მეცო ბოტასიც არა ით ხელძირზე იყო ესე კეტი ხო კეტასი თეთრი ესო ეს არ გამოვა ხო თეთრი ლურჯი ზოლები ქონდა არა ვერციული ხო და წავედით გორის ბაზარში მე ახლა გიყიდიო შენო შესაბამის ფეხსაცმელსო და შევედით გორის ბაზარში და ყველაზე პატარა ზომა იყო 45 ეს რეზინის ჩექმა. უი. ნუ სხვა არ იყო. ეხი რა ზომა გაქვთ უკაცრავად? 38-39. შავი. ნუ 40-ს ვიცი ხარ და ხარ, მაგრამ თავიდან ჯობია არ იყიდება. როგორია? ბოთში დადის. ხო, ვიყიდეთ ეს 45 ზომა რეზინის ჩექმა და წავედით. აი წეგან საუბრობთ რომ გზა ბევრი გვიწევს და გზას ვამბობთ, თორემ ის გზა არ არის, ანუ ჩამოხრამა ნაკადულმა, აი სვლება საკითხია, წინა დღებში ეს ეთყობა წვიმდა და არის ძალიან ტალახიანი ეს გზა. მივდივარ თან რაც თავარია ყველა მეტყევე აი მარინამ თქვა რომ უნდა იცოდე არ მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ არის ერთ-ერთი უნდა იცოდე ტექნიკა ამ დღეში სიარულის ხო მომზადება და არც ერთი მეტყევე თუ შენ მით უმეტეს მიყვები დღეში უკან არ მოგხედავს რო ხო იმიტომ რომ შენ თუ ამ პროფესიის ხარ ესე იგი ყველაფერი ეს იცი და არ გიჭირს ახლა თუ ვეღარ დაგინახა ხმა ვერ გაიგო მაშინ მოგხედავს თორე მიდის რა დროს არ დაგა წავიდა ეს კაცი წავიდა მიყვები ჩავერჭობი ამ ტალახში ვეღარ მხედავს, მაგრამ ხმას ვაგონებ. მობრუნდებიან, ქართველი მეტყევეც ამომწევენ, ეხა არ ვიცი მოსაყოლად რამდენად ხიარული, მაგრამ სცენები იყო ძალიან სასაცილო. გადამდგავდნენ, მე რა თქმა უნდა ამ ჩექმებიდან ვარდებოდი და ამ ჩექმებს ცალკე იღებდნენ. ჩამდგავდნენ, გამიშვებდნენ. ასე იყო ჩემი პირველი ნათლობა. გაოდოლ მარინა, თქვენი როგორი იყო პირველი მივლინება? ჩემი პირველი როგორი იყო? მე დაუსწრებელზე ვსწავლობდი და თან სადღეო მეურნეობაში ვმუშაობდი ტყის კულტურების მუდმივ მუშად. და ჩვენთან იყო ქალების ბრიგადები, რომლებიც მაშინ უფრო მასიურად იყო ეს ტყის დარგვა და უფრო შაბათობ. ხო, შაბათობებიც იყო, მაგრამ უშუალოდ სადღეოში იყო ბრიგადები ჩამოყალიბებული ქალების. და ამ ქალების ბრიგადებთან ერთად დავდიოდი მეც ქალებთან ერთად და დიდი ავტობუსი გვემსახურებოდა. წავიდოდით ამ ქალებთან ერთად, ისინი რასაც აკეთებდნენ, ზოგჯერ არ მოწოდათ ხოლმე ჩემი გაკეთებული ის, მაგრამ მე ისე კარგად მივეჩვიე, მე მგონი იმაზე კარგად მუშაობდი და ზოგჯერ იმაშვებოდნენ, დავისვენოთ კაცო, არ დაიღალე, დავისვენოთ. მე ხოწებოდნენ ხო და პირველი დღეც აი ეგრე დაიწყო და მე გაგრძელდა ეს პირველი დღე, მე უკვე დავამთავრე ინსტიტუტი. მე ინჟინერად ტყის კულტურების ინჟინერად დავიწყე მუშაობა. რამდენჯერმე ახსენეთ შემთხვევით გავხდი. მაგრამ ძალიან კაი ქედი ხო? ხო და აი შემთხვევით რა ვერ მოგვიყვებით რა. პირველი შემთხვევა რომელიც ხო რა იყო ეს შემთხვევით გავხდი მეტყევე რას ნიშნავს რა როგორ? ხო, როგორც უკვე თქვი მინდოდა არქეოლოგობა, მაგრამ მე როდესაც ვირჩევდი პროფესიას იმ დროს ამ სფეროს მეტყევებას ხო რას ამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ სფეროს არ ექცეოდა დიდი ყურადღება და ერთის რომ მითხრეს კიდეც რომ ძალიან გაგიჭირდება, ვერ გამოხატავ თავს, კარგი ისწავლე, მაგრამ თუ საქართველოში გინდა დარჩენა და ამ ქვეყნისთვის გინდა რომ ისწავლო, აქ ხო ხედავ საერთოდ არ არის ხელი შეწყობა ამ კუთხით და როგორც სპეციალისტი უფრო დაიტანჯები. შემდეგ რადგან ვახსენე რომ ჩემშობლებს ჰქონდათ დიადი მიზნებიც და სურვილებიც რომ პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენელი ყოფილიყავი და მაშინ მეტყევეობა არ იყო პრესტიჟული იმ დროს თორე წარსულში ძალიან პრესტიჟული იყო და ჩვენ ვცდილობთ რომ მომავალში კიდევ უფრო პრესტიჟული გახდეს წამიყვანეს ერთ-ერთ პროფესორთან გასასინჯათ, ასე ვთქვათ, რომ რამდენად დამოუკიდებლად შევძლებდი ისეთ მაღალ კონკურსის მქონე ფაკულტეტზე ჩაბარებას, როგორც იყო მაგალითად ბიზნეს ადმინისტრირება რაღაც. რავი, როგორ თქვა, გამოვიშტერე თავი და არ ამოხსენე ორუცნობიანი განტოლება. აი, სპეციალურად. უი. იმიტომ რომ არ მქონდა წარმოდგენა არქეოლოგობის გარდა რა უნდა გამოვსულიყავ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ აი მხოლოდ ოფისში მომუშავე ტიპი ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი. მე მჭირდებოდა ეს გარეთ ბუნებასთან კონტაქტი. ჩემი ჰარმონიისთვის, ასე ვთქვათ. რასაკვირველია, დედა მიხვდა ამ ამბავს, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, მინიმუმ ბოლო 2 წელი დამამთავრებელი ჯავახიშვილის ფიზიკის ფაკულტეტში ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა დავამთავრე.
არალოგიკური იყო, არა მოხსნა ამოცანის. არა მოხსნეს, ამიტომ ესე სპეციალურად არ ამოხსნა. საოჯახო საბჭო შეიკრიბა, გადამიშალეს წინ. იყო არ ვიცი გაზეთი იყო, ღია კარის დღე თუ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეწერა სპეციალობები უნივერსიტეტები და ასე შემდეგ და ერთ-ერთი სპეციალობა რო წავკითხა ეწერა მწვანემშენებლობის არქიტექტურა. ფაკულტეტი სარდამკვირვები ვარ და მომეწონა დასახელება თან ახალი იყო და მითი არქიტექტურა ესეთი ძალიან კაი არქიტექტურა თან მწვანემშენებლობა ბოლომდე ვერ მივხვდი რა იყო მაგრამ არა უკვე არქიტექტურა კარგია გაწვანია ბალახია რა ფოთოლი ხო და თან ხატავდი კიდეც ხაზავდი კიდეც და ვიფიქრე კაია გამოვალ არქიტექტურა დახატავ და დახაძავ საბუთების შეტანის დროს აღმოვაჩინეთ რომ ეს არის აგრარული უნივერსიტეტის სატყეო სამეურნეო ფაკულტეტი სათაური ბოლოში ეწერა? არა, და მეორე გვერდი ეფარებოდა. ორ გვერდიანი ხოში ხო. მე მაინტერესებს ქაბატონო მარინამ რა უჩენს ჩვენს დღეს საფრთხეს, ანუ ვინ ყველაზე დიდი საფრთხეს დაარის? ადამიანი. ყველაზე დიდ საფრთხეს უჩენს ადამიანი. ხო და რა უნდა ვქნათ, რომ გავაგებინოთ ამ ადამიანებს? შეგნება თუ არ გვექნება ჩვენ თვითონს, ჩვენ თავთან. როგორ აუმაღლოთ ეს შეგნება? აი ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ვინა გითხრათ, ტელევიზიით, რაღაც ბროშურებით, ყველანაირად ვცდილობთ. განათლება. მე ვფიქრობ, იცი ძალიან მარტივი პასუხი გამაჩნია, მაგრამ პირადია სკოლაშიც უნდა მიექცეს ამას როგორც სახლში ვიქცევით უკაცრავად, საკუთარ სახლში საძინებო სამზარეულოში აბაზარში. წეში როცა გავდივართ, რაღაცა არ შეიძლება მოვიქცეთ ისე როგორც სახლში. აბსოლუტურად მართალი ხართ. მე მინდა, ანუ ჩემი ისიც არის, რომ სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება მიექცეს ბავშვებს რომ შევიდეს ეს რომ ხო პროგრამაში არის საერთოდ არც ვიცი. არის, არის, მას შორ სკოლამდე. ბოლო პერიოდში ხო. თუმცა აი რაც ითქვა, ეგეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის, რომ საკუთრების განცდა არა გვაქვს ამ ტყის მიმართ, ხო? არავისი არ არის. სახელმწიფოსია გეგონება ეს სახელმწიფო ჩვენი თანხმდებოდეს და ჩვენ არ ვართ. მეტყევისია, მეტყევე მოუდა, ვიღაცა გამგებელი, ვიღაცა რა ზოია, მეზობელი. სხვა ჩერს აი ამ ბოლო პერიოდში საკუთრების განცდა, როდესაც მაგას ვამბობ, მაქსიმალურად გაგიჩნდება, აი სხვა ჩერს აი ესეთი სოციოლოგიური კვლევაც გააკეთეს წლების წინ, თუმცა დღეს შეცვლილია, უკეთესობისკენ არის შეცვლილი ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება. აი წლების წინ იყო კვლევა, რომ გახვიდე ნებისმიერი, აღარ მახსოვს რომელ ქვეყანაში ჩაატარეს, რომ აჩვენეს, რომ აი ეს ხეო ვისიაო და ისინი ძახოდნენ, რომ ჩემია, გულისხმობ უცხოელებს. ჩვენთან რომ ჩაატარო, არ ჩატარებულა მსგავსი კითხვით. იტყვის რომ აი რა ვიცი, ვიღაც ის იქნება, ტყის სოქსო ვიღაცის არის. შენ აი მაგითო ვიზახი რა. ვიცი, რაც ვიღაცის არის, რატომ გავხილდე? ისიც უნდა ასწავლო, რა შედეგი მოყვება იმას თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით ამას. არის პედაგოგი და არის მშობელი, რომელიც ამას პედაგოგის და მშობელზე არ ვიძახი. როგორც საგანი. ანუ სავალდებულო საგანი არა, რაღაც სკოლებში არის. რაღაცაში არ ვიძახი. არა, ეგეც შენ გინდა ზოგადად განათლების სამის როგორც აი ისწავლება, ასე უნდა ისწავლებოდეს დღესდღეობით და მე ეს რო განვითარდება, ეს შეიძლება აღარც იყოს საჭირო. ხო და ზუსტად აი პროექტების სახით ხდება სავალდებულო ზოგიერთ არა მხოლოდ თავად სამინისტრო სისტემაშიც არის სპეციალური ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციების და განათლების ცენტრი რომელიც აი დაწყებული სკოლამდელი დაწესებულებების შემდეგ უკვე დაწყებითი არის სახელმძღვანელოებიც მათ შორის მასწავლებლების გადამზადებაც ხდება რომ როგორ უნდა მიაწოდონ ეს და შემდეგ უკვე სავალდებულო პროგრამის ნაწილში არ მინდა შეცდომა შეგვიყვანოთ როგორ არის არ ვიცი მაგრამ მაინც მე რამდენადაც ამან ნამდვილად გამოიყო რომ საბოლოო ჯამში რა იწევს დამოკიდებულების გაჩენას ხო ინტერესი თუ მე ინტერესი გამიჩნდა რაღაც საგნის მიმართ ცდილობ რომ უფრო მეტი გავიგო მასზე უფრო მეტს რომ ვიგებ ან მეძვისფასება ან ძულს და ტყე ხა ისეთ რამეა რომ ყველა ვარიანტი უნდა გეძვირფასოს მოდი ახლა დავილოცოთ გადაცემის ბოლოს როგორც ილოცებით ხოლმე ხა ილოცებითო ჩვენო ტყეშიო აი ჩვენც დაგლოცეთ და ჩვენი მაყურებელიც დალოცეთ და ასე დაგემშვიდობებით. სულ ილოცებოდი მთელი სერიალი. ხო, არა, მე მათი დალოცვა მინდა. მაგრამ შენ თვითონ იყავი ის პერსონა, ვინც სულ გლოცავდი. აბა გისმენ. ტყეში ასე ილოცებიან ხოლმე. ტყეს, მეტყევეს და ტყეში შემსვლელს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გაგიმარჯოს და შემსვლელობა ჩამოყენოს.
აუცილებლად გავუმართოთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი უკეთესი და უკეთესი ყურადღება იყოს ბუნების მიმართ და ჩვენ ყველამ გავითავისოთ ეს დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. და კეთილი იყოს კიდე ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში ძალიან გამიხარდა. მადლობა. ძალიან მიყვარხართ. მადლობა. გელოდებით ტყეში უკვე. ტყეში გაუმარჯოს. შემდეგი შეხვედრა ტყეში ჩვენ ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს.